არც ერთ პროექტებში, რაც მე გამიგე და ძალიან ბევრი ჩართული ვარ ასეთ პროცესებში, არც ერთ პროექტებში არ წერია ამ ტიპის რაღაცა, რომ ლენინგორ სასოციალოა. ლენინგორ არ უნდა წერს. ლენინგორსაც არა, ლენინგორისაც არ უნდა წერს, წერს ყველა ახალგორი. ეს არის სადღაც აფხაზები თუ ოსები რაღაცებს წერენ, მაგრამ ეს არ არის ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ტერმინოლოგია. ეს არის ყურით მოთხრეული არგუმენტი, რომელიც არავითარ საფუძველი არ გააჩნია სამწუხაროდ ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე დაუსაბუთებელი ფაქტები. ძალიან ცუდია, რომ როგორც წესი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპონენტებად არ გვიწევენ ჩვენ და ეთერში აშენება მათ უპასუხოთ. როგორც წესი არ არსებობს მათ მიერ მოტანილი არგუმენტი, რომელსაც ქონდეს ამ საფუძველი და შეიძლება მისი გაბათინება სხვა არგუმენტები. ბატონო პატა, რა შეიძლება ისევ მინდა კითხვა გაგემეორთ, რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში მიზანი ის, რომ რომელიმე თქვათ კონკრეტული მათთვის არასასიამოვნო არასამთავრობო ორგანიზაცია აღარ შეუშვან ამ ტერიტორიებზე? საერთოდ რამდენად არის ეს არასამთავრობოების კონტროლი? იაკობაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კონტროლი იქნება მაშინ, როცა ჩვენ ფინანსებს გავაკონტროლებთ და დოკუმენტში ეს არ საკონტროლება არ უფლება რა გარდა საფინანსო სამსახურებისა, არსებობს საკალდო ინსპექცია და ისინი საკმაოდ ეფექტურად ახორციელებენ ფინანსურ კონტროლს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციისა. ეს არ არის ბატონი იაკობაშვილის საქმე, რომ მოინდომო სამისუფლება არ აქვს, კონსტიტუცია არ აძლევს სამისუფლებაზე, კანონმდებლობა არ აქვს. ისე არის თუ არა ეს ზოგადად კონტროლი? ის მხოლოდ ის იქცა ლიცენზიის გამცემ ორგანიზაციად. ანუ მან აქცია თავისი სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ლიცენზიის გამცემი. თუმცა არის თუ არა ეს თავისთავად უკვე კონტროლი, როდესაც ჩვენ შეგიძლია მისცენ არ მისცენ. შენ ანგარიში აბარებ ყოველ 6 თვეში ერთხელ მას, ესე ჩაწერილი და მას აქვს უფლება მუდმივად შემოგთავაზოს რეკომენდაციები, რომ ზარშესრულების შემთხვევაში არის გარკვეული სანქციები, რომელიც სასამართლოში დავას ითვალისწინებს. აი რომელი რეკომენდაციებია თქვენი აზრით ყველაზე ასე ვთქვათ? არა, საერთოდ ეს რეგულაცია მიუღებელი, თუ არსებობს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ, რომელიც ნორმალურად მეტნაკლებად ნორმალურად არეგულირებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებას. იქ კაფეო წერია, რომ აკრძალული არის ეკონომიკური საქმიანობა და ფრჩხილებში სამეწარმეო და არასამეწარმეო. ანუ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო მოქმედება ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ეკონომიკური საქმიანობა. არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკურ საქმიანობას კონფლიქტურ რეგიონებში არ ეწევა. თუ ეწევა, ხდება უკვე არსებულ კანონის ქვეშ, ანუ კანონის ქვეშ ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ. და ჩამონათვალე და საჭირო რომ მხოლოდ არ შეიძლება ჩატარდეს გახორციელოს ის საქმიანობა, რომელსაც სჭირდება ლიცენზია. არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე არ ჭირდება ლიცენზია. შესაბამისად არც ჭირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმიტომ რომ ლიცენზია ჭირდება ნებისმიერ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო საქმიანობას, რომელსაც ჭირდება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულად. ანუ აქაც ჭირდება ლიცენზია. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციებს არასდროს არსად არ ჭირდებოდა ლიცენზია. ისინი თამამად გადადიოდნენ, თუ საშუალება აქვთ, თუ უშვებს ოკუპირებული რეჟიმი, თქვა ოკუპანტების რეჟიმი და მაგალითად ის დე-ფაქტო ხელისუფლება და იქ ახორციელებენ თავის საქმიანობას. რამდენად ცნობილია, მგონი მათ მოუწევთ ასევე ანგარიშის ჩაბარება საქართველოს ყოველ 6 თვეში ერთხელ ანგარიშის ჩაბარება მოუწევთ. მაგრამ მე მინდა დავუბრუნდე სწორედ თქვენს კითხვას, რომ თავარი მიზანი რა შეიძლება იყოს. ჩემი ღმაწვერით გრძელდება ამ რეგიონების იზოლაცია, რაც დაიწყო 2006 წლის აგვისტოს, ეს არ არის 2008 წელს. რატომ ამას შეგნებულად ახორციელებს რუსეთი აქციოს ტრად? ანუ რუსეთი აქციოს ერთადერთ პრობლემად საქართველოსათვის. იმიტომ რომ რუსეთი არის ის გადაულახავი წინააღმდეგობა, რომელსაც მართლა საქართველოს მარტო ვერ გადაალახავს. ამიტომ ჭირდება მთელი მსოფლიოს ხარდაჭერა. და ამ დროს თუ ვიღაცები არიან, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი, რომელიც პოულობენ ამ საერთო ენას, ამ აფხაზებთან და ოსებთან და მართლაც არის ეს საშუალება. იაკობაშვილამდე ხო იყო სხვა მინისტრები იქ. იქ იყო ირაკლი ალასანია, იქ იყო გოგა ხაინდრავა. მათ რატო არ უშლიდნენ ხელს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები? იქეთ ხელს უწყობდნენ. მაშინ იყო უაღრესად დინამიური ურთიერთობები. მე ხო მაბრალებენ მე ხშირად რომ არაფერი დაუნახავი ხარ და ვერც ვერ ხედავ. მე ხედავდი როგორ ეფექტურად მუშაობდა ალასანია, როგორ ეფექტურად მუშაობდა გოგა ხაინდრავა, რამდენ იყენებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების რესურსებს და ახდენდნენ ზემოქმედებას. და იქიდან მოდიოდა იმპულსები. შამბამ ჩამოიტანა საქართველოში საქართველოს საშუალებით ევროპაში გასვლისთვის სერიოზული კონცეფცია რუსეთს მომავალს გასაღები. კოკოვითმა გამოუგზავნა სააკაშვილს წერილი 2005 წლის 12 დეკემბერს. ამაზე გახსენება არ უნდა ჩვენებს. და რატომ ბატონო არ სურთ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება? რა, თუ ვინმე ჩამოუშვებს სიდან ტერიტორიული მთლიანობა, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მათ კარგად იციან, რომ ამას ჭირდება შრომა. და შრომაში გამოჩნდება, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობები დაუშვეს უკვე. და შესაბამისად ეს ქვეშ დადგება მათი როგორც კომპეტენტური მთავრობის იმიჯი. მათ ურჩევნიათ ყველაფერიდან დამალონ, მიჩქმალონ, რომ არ არსებობს კონფლიქტი, და რამდენი ხანია, როგორც ეს კონფლიქტი აღარ ლაპარაკობენ. არა, ეს წამგებიანი თემა არის. ლაპარაკობენ მოდაზე, გართობაზე, ბათუმზე, ხალისზე, რაღაც, მაგრამ
კონფლიქტებზე აბსოლუტურად არ არსებობს საქართველოში არანაირი კონფლიქტი. თუმცა ახალი სტრატეგია ძალიან ბევრი ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარებას გულისხმობს თავის თავში. ეს დაახლოებით გავს იმას, რომ სასოფლო დახმარება მოვიდა, მაგრამ ძალიან კაცო კუდარი იყოს უკვე, ხო? ან მოვიდა, მაგრამ დროზე არ მოვიდა. ეს ყველაფერი კარგი იყო, რომ ყოფილიყო 2006 წელს. ეს უნდა ყოფილიყო კოდორის მოვლენებამდე და კოდორის მოვლენების ნაცვლად, სანაკოევამდე და სანაკოევის ნაცვლად უნდა ყოფილიყო ყველაფერი ეს. დღეს სამწუხარო ძალიან გვიანაა ეს. ძალიან ცინიკურად ჟღერს იმ სასაფოსი არ იყოს, რომელიც მოვიდა უკვე როცა კაცი. თუმცა საუბრობენ, რომ უკვე დაიწყო ამ მოქმედება. არაფერი არ მოქმედებულა, რაც მუშაობს, ის მუშაობს. მაგალითად ბატონი იაკობაშვილი ხშირად ალაპარაკობს ჯანდაცვაზე, მართლაც მუშაობს, მაგრამ მასა დაუწყია. ეს ცუცოდა 15 წელი მაინც მუშაობს. ანუ ეს არ არის ახალი სტრატეგია. ანუ რაც კეთდება, რასაც ტრაბახობს ბატონი იაკობაშვილი, ყველაფერი ეს ადრეც არსებობდა. მე შინერ მცირდება. ანუ მაგალითად მუდმივად გადმოდიოდნენ აფხაზეთიდან ქართულ საავადმყოფოებში ადამიანების სამკურნალოდ. ეს იყო ორმხრივი შეთანხმება და ეს იყო ორმხრივი პარიტეტზე დაფუძნებული რაღაც გარკვეული საქმიანობა. ეს წარმატებული ორმხრივი პროექტი აქცია ცალკე პროექტად. განათლების სფეროში არსებობდა რაღაც გარკვეული დათქმები და გარკვეული პირობები გალის რაიონში როგორ და ემუშავა ქართულ სკოლებს. პრობლემები არსებობდა, მაგრამ როგორც წესი 15 წელი მაინც ალბათ გესმით, რომ პრობლემებია და პრობლემები მაინც ასე ქვია არ გადადიოდა კრიტიკულ სიტუაციაში. იმიტომ რომ ორივე მხარე დაინტერესებული იყო, რომ გალის რაიონში ყოფილიყო ქართული სკოლა, ამას ქართულები არ მოყოლოდა აფხაზეთში, მაგრამ ამავე დროს გალის რაიონში ყოფილიყო სტაბილურობა, იმიტომ რომ აფხაზებს ჭირდება და აწყობთ გალის რაიონში ქართული მოსახლეობა. ამიტომ ცდილობდნენ ქართული მოსახლეობის ინტერესების დაცვას, ამავე დროს თავის ოპოზიციის წინაშე სოხუმში ქონოდა რაღაც თავის გამართლება. ამიტომ ჩუმად იყვნენ და პრობლემებს ქმნიდნენ, მაგრამ არასდროს არ აგვარებდნენ თავის სასარგებლოდ. ყოველთვის ტოვებდნენ პრობლემას მოუგვარებელს. დღეს ყველაფერი ეს წარმატებული პირობითა პროექტები, რა თქმა უნდა, შორს არის რეალურ წარმატებამდე. ყველაფერის აქცია კარგი მოეწონა, კარგი პროექტები და აქცია თავის საკუთარ პროექტებად და ჩაშალა მეორე მხარის მონაწილეობა, მეორე მხარის ინიციატივები. აფხაზებად თქოს დიდი პოდეში ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობას ქართულ პროექტებში. თქვენ თუ აპირებთ რომ გააგრძელოთ მონაწილეობა თქვენი ახლა? რა თქმა უნდა, მე საქართველოს მოქალაქე ვარ, მე საქართველოს კონსტიტუცია ვერ ამიგზავნავ გადასვლას ვერც აფხაზეთში, ვერც ყოფილი სამხედრო ოსეთის ავტონომიის ტერიტორიაზე. ანუ მე აბსოლუტურად მიცავ ჩემი კანონმდებლობა, ასე რომ მე ესენი ხელს ვერ შემიშლე ვერაფერში და და ითანამშრომლებთ იაკობაშვილის სამინისტროსთან? არა, მე რატომ თუ დამჭირდება ვითანამშრომლობ, მე ამჭირდება, მე მის გარეშეც კარგად მუშაობ. ანუ მე ამ ტიპის სამინისტრო ჭირდება მაშინ, როცა ჭირდება. როცა სამინისტრო გარეშე მუშაობ, ჩვეულებრივი ნებისმიერი მოქალაქე ვალ ექიმი ჭირდება, როცა ჭირდება, ხო ესეა. ანუ სამინისტრო საჭიროა მაშინ, როცა მის გარეშე ახასას ვერ აკეთებ. თუმცა ხომ მოგიწევთ მათთვის ამ გარეშეს ჩაბარება? არ მომიწევს, არ ჩავაბარებ. არ აგიგრძალავენ მუშაობას ასე. ანუ რა უნდა ქნან? არაერთი სანქციები ჩადებული არა, ვერ ამიგზალავენ. გამორიცხული ეს რაღაცები. დიდი მადლობა. მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო პაატა ზაქარიაშვილი, დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალაც საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.